მოგესალმებით მეგობრებო, ნაშვებით აბა როგორ ხართ? დღევანდელ ვიდეოში მინდა განახოთ აღნიშნულ მოდელზე, ვინც არიცით, ეს არის 2016 წლიანი Suzuki GSX-R 750 და ამ მოდელზე შევცვლით ალების სანთელს და ასევე აერის ფილტრს. აერის ფილტრი ამ შემთხვევაში მაქვს კაინის რეცხვადი აერის ფილტრი. მოგიყვებით ამ ფილტრის შესახებ, რა უპირატესობები აქვს. ვინც არიცით და ასევე სტანდარტულ ალების სანთელებს შევცვლით. მე ძირითადად მანუალით ხელმძღვანელობ ხოლმე, მანუალით და ასევე ფორუმებით. YouTube დიდად ისეთ ინფორმაციას არ იძლევა. მაქსიმუმ ნახოთ როგორ იცვლება ესა თუ ის დეტალი და ისე რა ვიცი გირჩევთ რომ მაინც პროფესიონალს შეაცვლევინოთ ან უბრალოდ ინფორმაცია მოიძიოთ პროფესიონალთან, სანამ გადავიდეთ და დავშლიდით შევცვლიდით უბრალოდ ალების სანთელს და ასევე აერის ფილტრს. პატარა ინფორმაციას მოგაწვდით აი ამ ფილტრთან და აი ამ ალების სანთელთან დაკავშირებით. ეს გვაქვს ახლა ჩვენ კაინის რეცხვადი ფილტრი, აერის ფილტრი. ორიგინალი ახლა რაც იქ აყენია და ეს რომ შევადაროთ, აერის გამტარობა ბევრად მაღალი აქვს აღნიშნულს და ფილტრაცია არის ერთი და იგივე. ანუ ფილტრაციას და აერის გატარებას შორის მე მგონი ახსნა არ ჭირდება რომ სხვაობა არის ძალიან დიდი. ფილტრაცია გვეხმარება რომ ის ნაწილაკები რაც ჩვენთან ძრავში აერის მეშვეობით შედის დაიჭიროს აერის ფილტრმა, რომ სავალალო შედეგი არ დადგეს და ძრავზე პრობლემა არ შეგვექმნას. ეს კონკრეტული მოდელი აგერ გვაქვს ჩვენ, ეს ვერსია უფრო სწორად არის SU, აი აწერია, ხედავთ, SU-7511. ამას აქვს ასევე მეორე ვერსიაც. იგივე არის იქაც SU-7511. უბრალოდ ბოლოში აქვს ერი დამატებული და რას ნიშნავს ეს ერი. ერ ვერსია არის სატრეკო ვერსია. ანუ სატრეკო ვერსიაში ფოტოების სახით კიდევ რაღაცებს ვიდეოებს დავამატებ. ანუ სატრეკო ვერსიაში როგორც ასევე აერის გატარება არის მეტი, ასევე ფილტრაციაც საკმაოდ ცუდია. ანუ ფილტრაციის ხარჯზე უფრო მეტი აერი შედის ძრავში და რეკომენდაციას არ იძლევიან აღნიშნულით არც ქალაქში და არც ბანზე ხომ მithumetes გადაადგილებისთვის, რადგან შეიძლება ისეთი ნაწილაკი მოხდეს ძრავში, რომ დაგიზიანოთ ძრავი. ამიტომ თუ გადაწყვეტთ შეძენას, კაინის რეცხვადი ფილტრის შეძენას, აუცილებლად ეს ვერსია უნდა იყოს, ის მოდელი SU-7511. სხვაობა კიდევ ვითხრით, აქ ფილტრაცია ერთ და იგივეა ქარხნულს და ამას შორის უბრალოდ აერის გატარება მეტი არის და პლუს ამას დაახლოებით სწორი მოვლის შემთხვევაში 120,000 კილომეტრს გაატარებ. დაახლოებით 10 წელს იძლევიან გარანტიას ან 120,000 კილომეტრს თუ სწორად მოვვლით. სწორ მოვლაში კიდე იგულისხმება ის, რომ ამას თავისი საპოხი და სარეცხი საშუალებები აქვს კაინის ფირმის. ჩვენთანაც იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ გამოიწეროთ აღნიშნული ფილტრი. გამოწერილი მაქვს
და დაახლოებით 180 ლარი დაჭდა. აქ ვერ ვიჩუვე სამწუხაროდ და სიმართლე გითხრათ არც მინდა დაყიდვა, რომ ამას პატენტი ვერსიებიც აქვს და რატომღაც ვერიდები ხოლმე აქ ესეთი რაღაცების ყიდვას ალების თანხლებსაც აქ ავყიდულობ ხოლმე ვიწერ. და ეს ფილტრი რო შეხვალთ კაინის ოფიციალურ გვერდზე აქვს Walmart-ს და მე Amazon-დან შევიძინე იქ ფორუმებზე წავიკითხე რომ Amazon-ზე თავისი სტორი აქვს კაინს და იმ სტორში ვნახე მოვიძიე და 180 ლარამდე დაჭდა თავისი ჩამოტანით. ფოტოებს შემდგომ ავტორთან აუცილებლად. გადავედით ახლა ჩვენ ალების სანთლებზე, წეგან ვახსენე ეს ალების სანთლები არის სტანდარტული და გეტყვით რატომ არის ეს სტანდარტული ალების სანთელი. ქართულად აი აქ კოდი აწერია. აი ესეთი კოდით დევს აბსოლუტურად ყველა აი ამ L ვერსიაში არის შეიძლება წინა მოდელებშიც იგივე არის SR9IA -9 და ექვით არის part number-ი არის მე მგონი 7299 ან ზევით არის part number-ი აღარ მახსოვს უბრალოდ მოკლედ ეს კოდი არის ჩვენი ამ მოდელის და ფოტოებსაც დაურთავთ ან აგიხსნით ახლა ჩვენ ანუ არ ვიცი შეიძლება ბევრმა არ იცოდოთ მაგრამ არსებობს სამი სხვადასხვა ალების სანთელი რომელიც ამ მოდელზე ყენდება არის hot type-ი სტანდარტული რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი და ასევე გვაქვს cold type-ი ანუ ცხელს და ცივ ალების სანთლებად მოიხსენიებენ შეიძლება გაგონილიც გქონდეთ ამიტომ რო შეცვლით ხოლმე ძველ ალების სანთლებს რომ მოხსნით თვითონ ალების სანთელს უნდა დააკვირდეთ ელექტროდზე 4-ვე სანთელის ელექტროდი თუ სველი არის აქ შემთხვევაში უნდა დავაყენოთ hot type-ი ანუ ცხელი ალების სანთელი და არსებობს ამისი part number-იც SR8I და თუ ალების სანთლებს რომ მოხსნით ელექტროდზე თეთრი ნადები აქვს მაგ შემთხვევაში ვაყენებთ cold types ანუ ცივ ალების სანთლებს ამასაც აქვს თავის part number-ი SR10I და ჩვენი სტანდარტულები არის SR9I. რაც შეეხება ჰაერის ფილტრის შეცვლას და უბრალოდ ინსპექტირებას და შეცვლას 18000-ზე იცვლება, მაღალში ისე უწერია. ინსპექტირება დაახლოებით 6-7000 კილომეტრში ერთხელ ჭირდება, უბრალოდ შევამოწმებთ ჰაერის ფილტრს, ნახავთ დაბინძურებული არის თუ არა, თუ ძალიან დაბინძურებული არის, აუცილებლად უნდა ჩამოირეცხოს. მე მაგალითად გირჩევდით რომ 10000 კილომეტრში ერთხელ ჩამორეცხოთ თუ ვიტოვებთ რა ვიცი ხა 10000 და 20000 კილომეტრი იშვიათად ადამიანმა გაატაროს სეზონიდან სეზონამდე ყიდიან ხოლმე ამ მოტოციკლეტებს და ისე არ ვიცი ვინც იტოვებთ და ინფორმაცია გაინტერესებთ უმჯობესია თუ წერია 18-ზე სიტყვაზე 10-ზე ჩამორეცხოთ ხოლმე ფილტრი ან უფრო 5000 კილომეტრში ერთხელაც არ იქნება პრობლემა რომ ჩამორეცხოთ უფრო დიდხანს მოგემსახურებათ შემდეგ და ასევე განახებთ შემდეგ ალების სანთლებიც მოწმდება აი ალების სანთლებზე როგორ არის იცი იქ წერია რომ აი ჩავხედავ ერთი წუთი მანუალს
12000 კილომეტრი უწერია შეცვლა. ესე მახსოვს. ახლა ვნახო. ესე იგი, ხო, 12000 კილომეტრზე და შეიცვალოს ალების სანთლები. აქაც კიდევ ერთხელ თუ რაღაც ლოგიკა არსებობს, შეიძლება მარკეტინგული გათვლაც არის, იმიტომ რომ ხალხი არის 100,000-ს ატარებს ამოდელებს და ალების სანთლები კი არა, ფილტრიც არ აქვთ ხოლმე შეცვლილი, რამდენიმე ვიდეო ვნახე უკვე რომ 50-ზე და 70,000-ზე ცვლიან ჰაერის ფილტრებს ტიპები, ანუ ამერიკაში წერენ. ამიტომ არის რაღაც ლოგიკა და ჩემი აზრით რომ უფრო ადრე უნდა შეიცვალოს 12000 კილომეტრი, ჩემი აზრით სრულიად საკმარისი არის. ხელა დატვირთვაზე მუშაობს, ძრავია, ხელა ბრუნები აქვს და ალბათ ამიტომაც ცვლიან ხოლმე, ამიტომაც არის უფრო სწორად რეკომენდირებული 12000-ზე შეცვლა. და ასევე მიზომება ეგრეთ წოდებული გეფი ანუ ელექტროდის და იმ რკინის მანძილი, სადაც ნაპერწკალს იძლევა დაახლოებით 0.7 მმ-დან 0.8 მმ-მდე უნდა იყოს. თუ მეტი არის, რა თქმა უნდა შეცვალოთ. აი მაგალითად ახლა ძველებს რო შეამოწმოთ და თუ დაუშვათ 1 მმ-მდე არის ელექტროდის და იმ მეტალის დაშორება, აუცილებლად ცვლით ალების სანთლებს რამდენიც არ უნდა ქონდეს გავლილი და თუ დაუშვათ 0.7-ზე ნაკლები არის, დაუშვათ 0.5 არის და 0.6-ზეც გირჩევთ რომ ჩაუქრიბოთ, მაგრამ მე ეჭვება, რა ვიცი, თუ ნორმალურ მაღაზიაში შეიძენთ ორიგინალებს, ესეთი პრობლემა არ შეხვდებათ. მაგრამ მაინც ვიცოდეთ, განახევთ მერე მაგასაც როგორ მოწმდება რა. და ახლა დავიწყოთ ჩვენი სუზუკზე ალების სანთლის და ასევე ალების სანთლის და ასევე ჰაერის ფილტრის შეცვლა. დაგჭირდება ასეთი არ ვიცი რა ქვია, ვარსკვლავიანი, ალბათ ვარსკვლავიანი მოსახსნელი. 2 ვოლტზე არის ბაკი და სანამ ამეებს მოხსნით, იხსნება აი ეს პლასმასი პირველ რიგში და ნაგებობს კიდე აი ეს პლასმასი გვერდითე, ანუ იგივე რადგან ეს უნდა მოიხსნას. თორე ბაკს ვერ ავწევთ და იწევა ეს ბაკი, მაგრამ ხელს უშლის ერთის თვით ეს სკამი რა. დავიწყოთ ჯერ პლასმასების მოხსნით. მარტივად იხსნება ეს პლასმასები, რიცზეა და ორშვილ გაზია თუ სწორად მახსოვს. აი, ერთი შვილკა აქ არის, მეორე უკან და ესეთ ფრიწებზე არის. მარტივად იხსნება და იგივენაირად მოხსნით იქითაც ეს აქ პლასმას შიგნით რაც შედის, ეცადეთ რომ თითით გამოაგდოთ, ქვევით ჩამოწიოთ, სწორად ოდნავ დააწვეთ და ისე გამოწიოთ, რომ ეს არ გააფუჭოთ. ხო, მეორე მხარესაც მოხსნით და აი აგერ ჩანს ისეთი ვარსკვლავიანი მოსახსნელი, რითიც სკამი იხსნება, იგივენაირად მოიხსნება
როგორც აქედან, ასევე მეორე მხრიდანაც ერთ იგივე ბოლტი არის, ახლა კამერა რო არ ვარბედინო აქეთ იქითაც მოხსნებ არა. აბა მოვარკოთ ახლა ეს კი ბატონო, ნახოთ ზომა რა არის. ეს არის 5 ნომერი, აი ესეთი თავაკი. ესე გამოვა. ასევე შეიძლება იქნება აკუმულატორი ან დენის წყარო ჩახსნათ. თუმცა ელექტროობასთან უღიწევს შეხება. ჯობესია ეს კლემა ასე ჩახსნათ და შეხებაში რო არ იყოს სადმე შევიძლიათ მიამაყოთ ამას ამოსდოთ არც თავარია ჩახსნილი იყოს და ვატეკით ამ ბოლტებს ხვეცდები ხელით მოხსნა იგივე თავაკი მიდის რაც ამ სკამების შემთხვევაში გვაქვს ერთი ორი მოხსნათ ეს ბოლტები და ეს ჩვენი ჯიგარი უკვე ჩულებრივად ცალე სული გავასწოროთ ესე აი ახლა აქ სპეციალური სამაგრი არის ხო პაკის ესე დამჭერი რა რომ არის მოძრაობს არსებობს სპეციალური სამაგრი მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენე მე ესეთ უზარმაზარად ვიორკას შეიძლება შეგვიჩვეულოს მუშაობაში ესე წავალ დიახ სადარ გავიქცე და დავიწყოთ კაი ჯერ მოხსნათ აი აღარ ძრავის კომპიუტერია 10-იანი წავა 10-იანი თავაკი ამაზე ხსნეს რაც მოიხსნა ერთ ცალი აკუს ეს კომპიუტერი ამოდის ჩვეულებრივად და ესე გვერდით შეგვიძლია გადამოფაჩოთ ერთხილად რომ არ დავაზიანოთ რამე შემდეგ გვინდა ლეამეების მოხსნა ეს თავის სიგანე აქვით არ ყოფნის ვერ ჩადეს მეგონი და ჯობია რომ ჩვეულებრივი ფიგურულით მოხსნათ წვრილით რა ისეთ ჯობია
Tamam, az koyalım. Ama biz orada biz. Sen ama nasıl bir şey yapıyorsun? Tamam. Boş konuşma diyor. Tamam. Ama kusura bakma sana konuşuyorum. ჩვენი ფილტრი. ნახოთ აბა როგორი დაბინძურებულია, ქარხნული. აი ნახე რას გავს ფილტრი. შეხედეთ. ეს მე შევამოწმე. ამ თავიდან ახალი ჩამოყვანილი რომ ყავდა, აი ესეთ მდგომარეობაში ნახდად არ იყო. აი ესეთ მდგომარეობაში ნახდად არ იყო. ახსოვს, ეს ნახდად არ ქონდა. უკიდურება. ეს უკვე გადასაგდები არის, ქარხნულია და მოტოციკლიც ზუსტად 18500 თუ რაღაცა გირეკ. ნუ 18 და რაღაცა რო აქვს ვიცი რა და რაი. რატო იძლევიან 18-ზე რეკომენდაციას რო შეცვალოთ, რა ესეთ მდგომარეობაში არის ფილტრი, ეს უკვე აი არის საერთოდ როგორ გადიოდა მე არ ვიცი. ამას არც დაპირტყვა უშველის და არაფერი. და აი ნახეთ შეხედეთ როგორ უნდა შეატყოთ რა ფილტრის ხარისხი. პროცედურად რაზე უნდა შეატყოთ. აი ეს ხო ესეთებს. და ხაერს იღებს და შემდეგ ცილინდრში უშვებს ხო? ახლა უყურეთ რა ხდება. ესე იგი. აი ამ ადგილში, აი ამეებზე რა მტვერი თუ დახვდათ. აი ამ ადგილებში ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტრი ან უკვე ძველი. ან ხარისხი არ ვარ გაფილტრის. აი კაინის იმ ვერსიაში, მე რომელსაც გითხარით, სადაც ფილტრაციის ხარჯზე უფრო მეტი ჰაერი შედის. ანუ სატრეკო ვერსიაზე რომ მოხსნით 2000-ს რო გაივლით და მოხსნით აი 6 მტვერი იქნებათ. ავტობანზე რო გაივლით რა. ეს უკვე გადასაგდებია. ეხლა ჩვენ მოხსნით აი ესენი. ნახეთ აი აქ აქვს პუნქტები და თუ ავწდები იგივე ზომით იხსნება 5-იანით რა. 5-იანი თავაკით. რაც სკამზე მაგრია და რაც სკამზე გვაქვს და აი ამ პაკის სამაგრებზე უბრალოდ იგივე ზომა უნდა დაჭერდეს, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნახოთ აბა, კი. აი აგერ გვაქვს 2 მილი განხეთ ახლა. აი ამ მილზე არის ასეთი შპილკები და აი ხელს მოუჭერთ, გადმოაცმევთ უკან მილს. ესე ერთი ესაც მეორე. შლანდებს გააცლით. ერთი ცალიქოვიდან აქვს იმასაც განახებთ. ეს გამოაძრობთ. და ერთი აქვს აი, ნახეთ, სულ დადგინას არის. მაგით ჩვენსკენ უატრიალოთ და ამენაირად ქვევით უნდა ჩავწიოთ. ახლა ამაზე ორი ხერო დამჭირდება. ერთი დაწვწდი.
მოვჭერთ ესე. ეს ჯიგარიც ჩავაქვევით და შლანგი განთავისუფლდება. და ასევე ამის მოხსნაც არ დაგავიწყდეთ, ესაც უნდა ჩააძროთ აუცილებლად. ეს ჯიგარი აი ამ შპილკაზე არის და ხელს მოვუჭერთ მარტივად ჩავა. კიდე რა უნდა განვიხოთ? წერა პლასმასები ხომ მოხსნი. გებს აქვს ხოლმე კითხვა, აი ეს რა ჯანდაბა არისო აქ? ეს არის სითხის დამცლელი, აი ნახეთ აქ რაღაც სითხე ხდება. ამიტომ რო გროვდება აქ, რო არ გადაიფსოს, აი იქ აქვს დამცლელი. ხედავთ აი ხლაც არის რაღაც პატარა სითხესავით. ეს არის დამცლელი, ამას მოხსნით, იგივენაირი სამაგრი აქვს, რაღაც შლანგებს ჰქონდათ და გამოვაძრობთ და აქედან სითხე ჩამოვა თუ რამე არსებობს. ეს მოხსენით. ჩაიხლა ეს პილი, აი შლანგი უნდა ჩავაძრო. მანამდე ამას ჩავაძრობ, ესე და ცოტა უკან უნდა გამოწიოთ, რომ წინა რეზინებიდან გამოვიდეს. რეზინები აქეთ გამოვა. ესაც ასე. მივადექით უკვე ჩიბუხებს. ეს არის პირველი ჩიბუხი. მოხსნათ პირველი ჩიბუხი. ახლა რას ვიცავ? სათითაოდ მოხსნი და სათითაოდ ჩავალაგებ. პირველი შევამოწმოთ. გეწყვეტებული ბაბინა. კარგ მდგომარეობაშია. ამას ნაპრალები არ უნდა ქონდეს, ანუ ნახეთქები არ უნდა ქონდეს და აგვირდით აუცილებლად. ორი სუფთა. გარბენს მაინც ამხელა მნიშვნელობა აქვს რა. ერთსალს გავხსნი რომ ნახო სომა რომელი მიდის 16-იანი, აი ზუსტად ერგება. მოხსნათ ახლა ერთი წა. ახლა მოგვიწევს მაგარი წვალება, იმიტომ რომ აი მაგარი ცუდი მისადგომი არის და ის დამაგრძელებელი მოკლე რაც არის დაკარგული. ხოდა ესეთი რაღაც არ გაიმეოროთ სახლში. ჯერ ეს უნდა ჩაუშვათ. არ გიგონოთ რომ მე ვეღარ მოვიღებ რომ მოხსნი. უკვე მილიონჯერ მაქვს გამონაცადი. აი ესე. ჩავიდა მე მგონი. ახლა ეს ჯიგარი უნდა ჩაუშვათ, ოღონდ არ უნდა ჩავარჯო. ესე რა ცუდი მისადგომი არის თქვენ არ იცით აქ. მოხსნათ ახლა რამენაირად. ასე პოზიციას. ძალიან ცუდი მისადგომი არის. დაგუჩი ფასი სასწაულს. მოვიყენებთ ესეთ მაგნიტს. ესე მედიასაც დატრიალდა ის ჯიგარი. აი
საცესი. ნორმალურ მდგომარეობაში, თლად სულ მდგომარეობაში არ არის და მოდი აი კეპი გაუზომოთ, მოკლედ სპეციალური ხელსაწყობი. განახებთ რას გულისხმობ. ანუ აი ეს არის საზომი სპეციალური. ახლა ჩვენ გვჭირდება 0708. ნახოთ რა ვიგოთ რა არის. აი ეს არის 07 მმ და გვინდა 08. აი 07. და როგორ იზომება? აი ამ ელექტროდს და ვინას შორის მოვათავსებთ. აი 07 ნახე რა თავისუფლად შედის. მოდი ახლა 08 ავიღოთ. აი შეხედეთ 08 ზუსტად შედის. ანუ აი 0.95-ს გვაქვს 8.5 უკვე მიჭედება. ანუ ნორმალურ მდგომარეობაში არის. თვითონ აალების სანთელიც კარგად გამოიყურება. ივარგებს კიდე რა ცოტა ხანი. ვიღაცას თუ დასჭირდა ალბათ შეიძლება რა სანამ ჩამოუვა და უშუალოდ სიტყვაზე დროებით რო გამოიყენოს. ვიღოთ ახალი, ნახოთ რა მდგომარეობაში არის. ეს 07-იანი თავისუფლად შედის, 7.5 თავისუფლად შედის, 8 კარგად მიდის, აი 8-ზე დაჟე იჭედება. და ну ძალიან ფრთხილად ხენით. ну 8-ზე იჭედება. ანუ 7.5-მდე არის ეს ხმამის წვერი. ნორმალური არის. ესე გამოიყურება. თვითონ ეს აალების სანთელი გამოვიწერე, გითხარით წერანაც sparkplugs.com არის რა. ესეთი საიტი, თვითონ აქ უწერიათ თავიანთი საიტი და რომ შეხვალთ ავტომატურად გადაგაგდებთ. აი ნახეთ ngk.ntk-global.gp უბრალოდ JP. ამ საიტზე რო გადახვალთ, თვითონ გეტყვით ამერიკაში სად მდებარეობს ოფიციალურ მაღაზიებს, რა ონლაინ მაღაზიებს გეტყვით და გამოიწერთ. მე მაგალითად ყველაზე იაფად ვნახე 9 და რაღაც დაჟდა, აღარ მახსოვს, თავის შიპინგით $44-მდე დაჟდა, $7 და რაღაც გადავიხადე შიპინგში. და რა ვიცი, სხვაგან უფრო ძვირები ღირდა, $11, $12 და $13 ღირდა. აი ხლა ჯერ ერთი გადავუჭიროთ. ესაც ნახეთ არ ჩააგდოთ, რომ აი ეს არ გაიღუნოს ჩაგდების დროს არ დაეცეს ამითი. აი ესე იციან ხოლმე, გაუშვებენ. ეს თავს წამოაჩვით ბაბინას და ძალიან ნელა ესე ჩაუშვით ეს რო დაატრიალებთ ამას. მე შევიძლიათ ბაბინი უკვე ამოიღოთ. Короче, Христа звук. Сам. ახლა 11 ნიუტონ-მეტრით მოვხდენთ გადაჭერას. დავაყენებთ 11-ზე და გადავუჭერთ 11 ნიუტონ-მეტრით. აი ეს ზედმეტი გადაჭერა არ ვარ გარს ნაკლები. გადავუჭიროთ 11
ნიუტონით. Certamente ნიუტონით გადაუჭირეთ მაგარი სავარცხნო. ხელსაწყო შევქმენი რაღაცა. მეორე ჩავუშვათ. აი ესე გამოიყურება ჯიგარი. ჯიგარს უშუალოდ ახლა ალების სანთელს ეს უნდა დავითრიო ცოტა პატარა რო იყოს რა დაახლოებით ძალიან პატარა გადამყვანია საჭიროა იმაზე შევმოწმოთ ასაც თოუტივით აქვს სასუნე ნუ ნახოთ შვიდი ნახევარი შუა შევიდა შუა ნახევარი აქ ძალიან თავისუფლად მოძრაობს
შეიძლება მეტიც აიტანოს. ცხრას უჭირს უკვე რა ნახევარი შევიდა. ჩაუშვათ ეს. ეს სამი მეგობრებო ჩაის კარგად გამოიყურება იაი მოძებს ხოთოს ნას ეს შედარებით კარგად გამოიყურება სხვადასხვაშორის. აქეთა ცილინდრის ესეთი ჭუჭრიანიც არ არის ფაიფურს ნახეთ. უგური აქვს. ნორმალურია, მაგრამ შესაძლებელია. ცოტა გადაგჭა მეგობრებო. Success. What's what happens? Satspo. Čau, svētais babīnāts pāriem. ახლა არის ყველაზე მურტალი. ამ ყუთის ჩასმა არის რაღაც სასწაული. ყველაზე საშინელება არის ნამდვილად. ამაზე საშინელი პროცესი არ არსებობს.
ხუცრუნდა აქ ჩასცე. ახლა ნახე აქ არის თელი. ყველა კიტაი მენა. ზოგადად ხალხი ასე შემოაწმებო ამით გავხედოთ მარებსაც დავაერთოთ შტეკერი ასე მილები შეუშვათ აქ ესე თავის სამაგდებიანად ეს ასე გადავამოწმოთ ესენი შეერთებულია ეს შეერთებულია მილები თავისუფლად არის მოჭჭყალი არ არის ძროობენ ეს რეზინებიც კარგად ზიან თავის ადგილას ესე ხედავთ ამასაც აქ ხდება როგორ ხდება ასე რეზინებიც კარგად ზის არის საიდანაც შემოდის საუწყოთ შრალი ტილოთი ესე
ლიანობა შეხოთ ესეთი როჟა სითხეოსი რაღაც თავის საყოფია ვთქვათ შესოთესაც დააკვირდით აი ეს უნდა გაიჩნდეს ზუსტად სხვანაირად არ ჩაჯდება რაღაცები გვაქვს ინსტრუქცია არის სარეკლამო თემა არის და ეს სტიკერი ამასაც დავაკრავთ საერთოდ დავაკარგეთ ეს სტიკერი. მეჭოლა კარგად დაიგებს, მაგრამ ამითი ვიტყვით, რომ აღარ გვიდოს კაინი. დავაკარგეთ რა უჭირს. ხანს ვერ გაგაჩვენს. რაც არის რა. Agora dá uma ეხლა გადავინაცვლოთ ესე შორიდან უყურებთ ჩვენ პროცესს სანამ ამებს მოხსნა.
გადავუჭერთ წეღარას მოხსენით ბაკიდან საწოვის აუზის სამაგრებს. არ დავაუწყდეს კლემის უკან დაბრუნება. კარგია. ასევე ვაბრუნებთ სკამს უკან. შეგიძლიათ ჯერ დავხოთ სანამ სკამს დავამაგრებთ, რომ ნახოთ თუ რამე არ არის ყოფში, მაგრამ მე ყოველთვის ესე ვშვები ხოლმე. ვინც არენდობით საკუთარ თავს შეგიძლიათ სანამ ეს ჯიგარი ჩავხსნით აქ. Robotspit. ეხლა თავარი. ცოტა ხანი ვაცადოთ. თენმა გაიაროს. და მოვქოქოთ. სულ ეს იყო მეგობრებო, მე გავტესტავ
სავარაუდოდ წვაც კაი ექნება და უფრო კარგადაც ივლის და მე დავილაპარაკოთ ყველაფერზე თუ რამე გამორჩა უკვე მეორე შემდეგ ვიდეოში გეტყვით უფრო გზაზე რო ვიქნები ისეთ ადგილში გააჩნია შემდეგი რა ვიდეო მექნება ერთ სიტყვით და იმის მიხედვით მოგიყვებით ყველაფერს სანამ არ გავიყვან აზრი არ აქვს ახლა რაღაცეებზე საუბარს ისე ჩვეულებრივად მუშაობს და იქ უკვე კარგად უპრობლემოდ დანარჩენი უკვე გზაზე რო დავდგები ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ რავის თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი და ალბათ თქვენ ცით დროებით მომავალ შეხვედრამდე